და რა არის ავატარი, რა ჯანდაბა არის ავატარი. ნუ აი შეხედე, ავატარი არის ამ შემთხვევაში ვუწოდოთ ყველაფერი, რაც გაშინებს იმ გოგოში, არ ვიცი, ძალიან ჭკვიანია, უიმე რაღაცა ჭადრაკისის მოიგო, ანუ ეს იცი იქ სწავლობდა და იქ მშობლებმა იქ გაუშვეს. ანუ ეს იცი, ის ანუ Facebook-ზე კანტის ფოტო უდევს. რაღაცა კანტის წიგნის. არა. ან სტანდარტები აქვს. არ შეგაშინოს მაგ ავატარმა. ერთი რამე გახსოვდეს, რომ შიგნით გოგოები, აი ყველა ავატარის მიღმა არიან ბავშვები. ხვდები? აი მაქსიმუმ 7 წლის ბავშვები. მაქსიმუმ ეგეც. აი გახსოვდეს და არ შეგაშინოს მაგან. ავატარი არის სწორედ ეგ, აი დავამკვიდროთ ეგ ტერმინი, რაღაცა რაც მაღალი არის, ამაღლებული არის, რამაც შეიძლება რომ დაგაკომპლექსოს ან რამე ეგეთი. არა ბავშვია. თუ არ შეგიძლია რომ გოგოს ესაუბრო როგორც ბავშვს, მაშინ შვილო, მზად არ ხარ შენ არაფრისთვის, არც მიხვიდე, არც დაუწყო საუბარი და ეს კაი სტანდარტი არის. გოგოსთან არ შეხვიდე საუბარში ეგეთში, თუ კი შენ მზად არ ხარ რომ მას ესაუბრო როგორც ბავშვს. არ ვიცი, ნათესაუმა დაგიტოვა, არ ვიცი, თავისი 7-8 წლის გოგო. ხო იცი იმას როგორც უნდა ესაუბრო? აი იგივენაირად თუ მზად არ ხარ რომ ესაუბრო და ასევე ეხუმრო. მაშინ მოდი არ გინდა, კაი? ცოტა გადადე ცოტა ხნით. ან ისეთებზე კონცენტრირდი, ვისთანაც ეგ შეგიძლია. ამიტომაც კარგები არიან რა, გვაჯები, მახინჯები და რამე რომ იმას გატესტო რა სკრიპტი, ხო ხვდები? მაგისთვის კარგები არიან, ამიტომ გამოიყენეთ. მაგრამ ხო, ავატარი არის ზედაპირულია. რა კანტი, გონია კანტი წაკითხული აქ, ან თუ წაიკითხა რამე გაიგო, კანტმა ვერ გაიგო კანტი. მაგან გაიგო, აი ყველა სტანდარტი. ლაიფსტაილი. არ შეგაშინოს მაგულის სიღრმეში ბავშვები არიან. თუ იცი სწორი მიდგომა, თუ მიყურებ და ითვალისწინებ, რასაც გეუბნები, მორჩა ბავშვად აქცევ ეგრევე. და ეგეც არის მიზანი. ხვდები? ელიტარულო მაყურებელო, ეს იყო პატარა ამონარიდი მასტერკლასიდან სრული დაულევი მასალა, რომელმაც უკვე არაერთი ადამიანის ცხოვრება არაერთ ასპექტში შეცვალა უკეთესობისკენ, გელოდება დახურულ არხზე nikosvanidze.com, დროა რომ დადგე ბრბოზე მაღლა და ამისთვის ეს არხი არის იდეალური. გელოდებით ელიტარულ სივრცეში.